გეტყვით რომ ვერ იждება ბათუმურ არქიტექტურაში ურბანისტიკაში მე გეტყვით თქვა ჩემს მოსაზრებას რაც ვფიქრობ მე ამაზე ან რა არის ჩემი კონკრეტული მოსაზრება გასაგებია კაბუტონინო დამისახელეთ ის შენობა რომელიც თქვენ არ მოგწოდეთ ბატონი კახა ამბობდა თქვენთვის თუ არცემ ასეთი შენობა ან ქანდაკება ბათუმში თუ თქვენთვის მისაღებია სრულად არქიტექტურული სტილი რაც არის ქალაქში თუ კი ის არსებობს სრულად მიუღებელია მინდა გითხრა მე როგორც არქეოლოგი მე ვარ სიძველის მოყვარული და როგორც დავანებოთ ამას თავი ჩემი პირადი გრძნობის მიერ დამოკიდებულებას უბრალოდ მივუდგეთ აი მკუთხით რასაც ბრძანებდა ბატონი კახა რომ ჩვენი პრიორიტეტი არის ტურიზმი მინდა გითხრათ რომ მსოფლიოში ეს ტურისტული ინდუსტრია არის ყველაზე მზარდი ერთ-ერთი ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი დარგი თუ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ტურიზმზე და ვაკეთებთ აქცენტს მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე თუ ტურიზმის მდგრად განვითარებაზე აი აქ უნდა შემდეგი პრინციპები უნდა გავითვალისწინოთ და ის საერთაშორისო გამოცდილება რაც არსებობს ამ სფეროში ამიტომ ჩვენ უნდა მოვფრთხილდეთ და ნუ რა არის ამის გამსაზღვრელი ეკონომიკური მდგრადობა ან უნდა იყოს გრძელვადიანი გეგმები ეკოლოგიური მდგრადობა ანუ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ასევე კულტურული მდგრადობა ანუ მე ამაში გულისხმობ და SMS-მის რომ ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ, გავუფრთხილდეთ, განვავითაროთ და სწორად ვმართოთ ის ცვლილებები, რაც მოყვება ჩვეულებრივ საზოგადოების ქალაქის განვითარებას. ჩვენ ვერ ვეგუებით ცვლილებებზე ბატონი კახა ამბობს. არა, ცვლილებები ეს აუცილებლად. სადა აღმოსავლური სიბრძნე ადამიანი ჩიჩით ეპყრობა ბაბაძე კანტონინო ნებისმიერ ცვლილებას და როდესაც ეჩვევი ნაკლებად რეზისტენტული ხდები ცვლილებების მიმართ. ეგ არის ჩვეულებრივი ნორმა ეხა და ამაში არაფერი განსაკუთრებული ნოვატორული მე არ მithქვამს ეხა და. ცვლილებები იქნება, რა თქმა უნდა, ქალაქი ვითარდება, მაგრამ ეს ცვლილებები უნდა იმართებოდეს. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, გამოცდილება. ჩვენ ვართ ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის კონვენციის მონაწილე, ჩვენ შევერთით ამ კონვენციას. ამით ჩვენ ვაღიარეთ, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისგებლობას როგორც ჩვენ ბუნებრივ, ასევე კულტურულ მემკვიდრეობაზე და ჩვენ ის უნდა დავიცვათ. და აი როგორ უნდა დავიცვათ, ამის შესახებ გვაქვს უამრავი ქარტია არსებობს, რომელსაც ფაქტობრივად ამ კონვენციის შემდეგ უნდა ვიზიარებდეთ იმ ქარტიის სულისკვეთებას, იმ პრინციპებს და ამ მიდგომებით უნდა დავამკვიდროთ ის, ანუ თუ ჩვენ გავანადგურეთ ის კულტურული რესურსი, რაც გაგვაჩნია, მაშინ არც საინტერესოც არ ვიქნებით. ხა დამიჯერეთ, შეიძლება ჩვენ გვჭირდება სასტუმროები, რა თქმა უნდა აშენდეს, ამის წინააღმდეგი არც თანამედროვე არქიტექტურის წინააღმდეგი მე არა ვარ, თუ საინტერესო შენობა და თქვა მომწონს მე ის რედისონი მაგალითად და კემპინსკიც, მაგრამ მე მაგალითად მოხარული ვიქნებოდი, რომ იქვე შენარჩუნებული ყოფილიყო ბრუნტაბიეს ციხის ნაშთები და რომელიც ხო, არა, შენარჩუნებულიყო და რაღაცნაირად ის სიძველეც ტურისტებისთვის აი დამიჯერეთ, აი ძალიან ბევრი წამიკითხავს. ტურისტების მოსაზიდათვის კულტურული რესურსი მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეთ მან და რომელი შენობა არ მომწონს, ერთადერთი შენობა მომწონს, რომელიც არის რეაბილიტირებული, აი სწორად იმ კონსერვაციის პრინციპების მიდგომებით, ეს არის ბანკის შენობა, რომელიც არის კერძო კომპანიის მიერ. დანარჩენი არც ერთი არ აკმაყოფილებს. თანამედროვე ბატონი ბიზნესი ჩავთო ჩვენ საუბარში, ბატონი ბიზნესი თქვენი შეფასებით რა იყო ძველი ბათუმის მთავარი ხიბლი და დღეს რისი ქალაქი ხდება ბათუმი? ძველი ბათუმის ხიბლი იყო ყოველთვის დაწყებული მე-19 საუკუნის ქალაქია, მე-19-ის ბოლოს, მე-20-ის დასაწყისის. და ეს უკვე კონცეფცია უნდა შენარჩუნებულიყო, ეს ერთი. მეორე ხიბლი ჩემ ახალგაზრდობაში და ბავშვობაში იყო ის, რომ იყო მწვანე ქალაქი. დღეს იმ მწვანეს ჩვენ ვერ ვხედავთ. იყო ყველა ქუჩა, გაზონები იყო, სადაც ირგვებოდა წელიწადში რამოდენიმეჯერ სხვადასხვა მცენარეები. ნუ დღეს გვაქვს მაგალითში ველოსიპედის სასიარულო. დღესაც ირგვება ხო მცენარეები და ბატონი კახა შემდეგ დეტალურად არა, ქალაქში მე მგონია, ქალაქში ირგვება უფრო დეტალურად ვინმე წარმოვიდგინე. არა, ქალაქში ირგვება ისეთი მცენარეები, რომელიც ანუ ჩვენთვის მისაღებია არა, ანუ ეს რო არის ასე გვალები რაღაც, რაც ყველგანაა ევროპაში ისეთი რაღაცა. მე გეტყვით ერთ რამეს, რომ ის არის ჩრდილოეთის რა ჩვენთან არის ბოძებზე შემდგარი ქოთნები, ეს არის ჩრდილოეთისათვის დამახასიათებელი, იმიტომ იქ სიმწვანე არა, ჩვენ სუბტროპიკული ქვეყანა ვართ. აქ უფრო ტურისტ ურჩევნია, რომ ვაზი დაენახოს თქვა ბალკონზე
და ის ვენახი და ის ყურძენი და ის უფრო მისთვის მიმზიდველი იქნება ვიდრე ეს ყველგან ერთმანეთი გადადით თურქეთში გადადით საბერძნეთში ყველგან არის ერთნაირი ეს გვალები ასეთები ისეთები ყველა ერთნაირი ჩვენ უნდა ვქნათ ჩვენი და უკეთესი იქნება მეგონი ტურისტთვისისა და ჩვენთვის დიდი მადლობა ბატონი კახეს პასუხს მოვისმენთ მაგრამ მაყურებელი გულოდება და შემდეგ ავიცილებთ გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ საღამოშიდობისა ცოტა ხმამაღლა გვესაუბრეთ თუ შეიძლება ძალიან ცუდად ისმის დამიხო. დიახ. ამ თანამედროვე არქიტექტურაში რა მოსწონს? ან დიახ. არა მაგის. დიახ. დაასრულეთ შეკითხვა. კარგი, სამწუხაროდ გაითიშა მაყურებლის არის, მას ჰქონდა კონკრეტული მოსაზრება, რომ მომენატრა ძველი ბათუმი და თქვენთან ჰქონდა შეკითხვა. ხურთასმენი არა მაქვს რომ გულისხმობ რომ ასმეკითხები. ხარვეზის გამო აუცილებლად გამოსწორდება. თანამედროვე ბათუმის არქიტექტურაში რა მოგწონთ კონკრეტულად თუ მაყურებლის შეკითხვა ასეთი იყო? არქიტექტურაში რაც მომწონს მე უკვე გიპასუხეთ პრინციპში თქვენ. ეხლა მოდი ვისაუბროთ კონკრეტულად რაც ბათუმობიძინამ ბრძანა და თქვენ რა შეკითხვაც დამისვით. ეგ არის გამწვანები. მინდა გითხრათ რომ რეალურად მე მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ბათუმბიძინას ვერ დავეთანხმები. რაც შეიძლება ფორმ თქვენ გაქვთ საუბარი იგივე ფორმირებულ კიპარისებზე, იგივე ფორმირებულ ტუებზე და წვიძოვნებზე. ეგ არ არის მარტო დამახასიათებელი ჩრდილოეთის ქვეყნებისათვის მინდა გითხრათ ბათუმის ისტორიულად თუ თქვენ ამოიღებთ თქვენ ერთ-ერთი კარგი კოლექციონერი ბრძანდებით იმ ფოტოსურათებისა მე შეგვიძლია გითხრათ კონკრეტული ქუჩები, სადაც მაგათაც დღევანდელი ყოფილი სტალინის ქუჩა. აი ეხლა უკომის სახს უეძახიან იქ იცით რომ წარმოდგენილი იყო იგივე დაფნა ფორმირებული, იგივე ტუია ფორმირებული, ჩვენ ამოვიხეთ ეგ ყველა მასალები არქივიდან, მოხდა ყველაფრის დამუშავება და შესწავლა. ისევე კიპარისები იყო ფორმულები წარმოდგენილი და სხვა ფორმირებული სცენარები. რაც შეეხება გაზონებს, ისრაბატები წარმოდგენილი იყო ძირითადად არშით ზღვის ბალახით, ოფიოპოგონით. მინდა გითხრათ რომ ბათუმისთვის 20-ან 30-ან წლებში იწყება ძირითადად ისტორიულად გამწვანების ესთეტიკის ჩამოყალიბება. ყველაზე პიქს ბათუმისთვის გამწვანების ესთეტიკამ დღევანდელობამდე მიაღწია 50-ან 60-ან წლებში, 50-ან 60-ან წლებში, მაშინ როდესაც კონკრეტულად ხდებოდა უფრო დიდი აქტივობით დარგონ სცენარებისა, ხელმცენარეებისა და ის დარგულმა ხელმცენარეებმა მიაღწია იმ სასაქონლო ღირებულებას და იმ ტაქსაციურ დიამეტრს, რომ რეალურად შესახედავად ეს უფრო აკადემიური, უფრო მისაღები და უფრო ესთეტურად კარგად ახმადი იყო. რაც შეეხება ფორმირებულებს, რაც ბათუმის მახასიათებელი იყო. მოდით დავიწყოთ კონცეფციაზე მჯელობა თუ ჩვენ მივიდივართ იმ კუთხით, რომ აღვადგინოთ ის მოვახდინოთ ასე ვთქვათ აღდგენა ძველი ბათუმის გამწვანებითი ესთეტიკისა თუ ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ დღევანდელობაში ჩემი პოზიცია არის და ჩემი კონცეპტუალური ხედავასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა მოხდეს ამ ყველაფრის აღდგენა რა თქმა უნდა მოხდეს ამ ყველაფრის დასაკვირველია ბატონო თუ შეიძლება მივდივართ აქეთკენ და პლუს ამას თანამედროვეების ელემენტებიც რა თქმა უნდა დაემატება იმ ურბანისტიკის საშუალებით გეპასუხეთ აბსოლუტურად ამომწროთ გეტყვით აკადემიურად რომ თქვენ დამეწვენ შეკითხვა აღარ დაგებადოთ კარგი მაგრამ ჩვენ სკაიპით გოლდება ხა ქუთაისიდან ერთ-ერთი მაყურებელი და შემდეგ აუცილებლად ვისაუბროთ ამ კონცეფციის შესახებ იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა სწორედ ამიტომ მოგვიწვიეთ კარგი ქუთაისიდან გოლდება ჩვენ ახლა სკაიპით და ჩაგორთვება მარიკა ჩხიკვაძე ქუთაისში მცხოვრები მოგესალმებით გესმით ჩვენი ხმა მის გამარჯობა მოგესალმებით დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში რა მინდა გითხოთ ბოლოს როდის იყავით ბათუმში და მოგეწონათ თუ არა ეს ახალი შენობები რომელიც გაკეთდა ბათუმში ან ახალი ქანდაკებები თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ ყველაფერმა ცოტა გავიგონე მაგრამ რა თქმა მინდა ვიცხოთ ხალხი კარგი სამწუხაროდ არის მის
სამწუხარო ძალიან ცუდად ისმის თქვენი ხმა უნდა გვაპატიოთ იქნებ ხელახლა ვცადოთ თქვენთან დაკავშირება დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და გამოხატავთ თქვენს მოსაზრებას იქნებ მოვახერხოთ გადაცემის განმავლობაში თქვენთან დაკავშირება ამ ტექნიკურ ხარვეზებამდე აჯობებდა ალბათ რომ მე გამომეთქვა ჩემი აზრი ისე რომ არ შეგეწყვეტინებია არა ბუნებრივია ვხვდებით რომ ეს ჩვენ არ ვიცოდი წინასწარ იქნებ და არა გასაგებია მაგრამ სასურველი იქნება თუ დამთავრებიებთ აზრს იმიტომ რომ თუ ხარ დაინტერესებული იმით გადაცემას კონდეს პედაგოგები თუ გინდათ კონდეს აკადემიური ხასიათი და ვისაუბროთ კონკრეტულ თემატიკაზე უნდა მაცოთ ელემენტად ლაბარაკი ხო? გადაცემის ფორმატს ვაკეთებთ ჩვენ და არა თქვენ. ხო, მაგრამ ფორმატი უნდა მოიმოვა. ფორმატს. კარგად გითხარით რა კონცეფციის შესახებ დეტალურად. თუმცა როგორც ვთქვით, ოფიციალური სახე ჯერჯერობით არ აქვს კონცეფციას და არ გაქვთ ეს კონცეფცია. რაც გულისხმობს მაინც კონკრეტულად ეს კონცეფცია. ხო და თუ ჩვენ მივდივართ იმ კუთხით იმას ვამბობდი რომ გვინდა რომ ძველი ბათუმის აღდგენა მოხდეს მე ვეთანხმები ბატონ ბიძინას ეს ძალიან შესანიშნავი და კარგი მიდგომა იქნებოდა ჩვენ კონცეპტუალურ ხედვა ამასთან დაკავშირებით არის შემდეგნაირი რომ რეალურად უნდა მოხდეს იმ თანამედროვე მომენტების და ესე ვთქვათ სეგმენტების გათვალისწინებით რაც მთლიანობაში მოერგება ურბანისტიკას იმ ურბანისტიკას რასაც ამ წუთში ჩვენ ბათუმი გვთავაზობთ რაც ბათუმში არის რეალურად ჩვენ შევისწავლეთ ბათუმის ძველი გამწვანება და ნახეთ რა ასორტიმენტითაც იყო წარმოდგენილი მთლობაში ბათუმი ეს იყო პალმის სხვადასხვა სახეობები იგივე პალმა ვაშინგტონია პალმა ფინიკი პალმა ჰომეროსი პალმა ასევე იყო ტუიები ფორმირებულები დაფნა დაფლაფინუმი სურნელოვანი ოსმანთუსები ვაშინგტონის ხეები და ასე შემდეგ აკაციები და ასე შემდეგ რეალურად შევისწავლეთ უმეტესი ქუჩები ბათუმისა სადაც ეს ყველაფერი იყო განლაგებული ამოვიყეთ ფოტოარქივიდან ეს ყველაფერი და მოხდა მის დამუშავება რეალურად გადავწყვიტეთ რომ მთლიანობაში ბათუმის გამწვანებითი კონცეფცია მოგვერგო ისე რომ მოგვიხდინა ამ არქაულის აღდგენა თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მინდა გითხრათ ამ კუთხით მიდის სკუპიოზური მუშაობა ჩართული ამ საქმეში დიზაინერები, ლანდშაფტის დიზაინერები მიდის კონკრეტული მუშაობა თუ როგორ უნდა დაგეგმარდეს ბათუმი და მე გეტყვით რომ კონკრეტული კონტურები ამასთან დაკავშირებით არის გამოკვეთილი. ანუ ვიცით თუ რა კუთხით აი მაგალითად მე შემიძლია გითხრათ აი თქვა ავიხოთ მაგალითის აპრიორი ავიხოთ პარადიგმას ბათუმი, ძველი ბათუმი არა, ძველ ბათუმს თავიდანვე გასცა ძალიან ლამაზი ესთეტიკა. ჩვენ მივიჩნიეთ რომ უნდა შეიცეს ის ასორტიმენტი პირველ რიგში რომელიც ტექნიკურად იქნება რეზისტენტული მთლიან ბათუმის ანუ მოერგება ჩვენს კლიმატს იქნება კლიმატ გამძლე, კლიმატამტანი, იმ ნესტიან ჰავასთან რეზისტენტული, რაც მთლიანობაში მის პომპას და ტექნიკური ღირსების შელახვას არ გამოიწვევს. ეს რაც მთავარია. გარდა ამისა, უნდა იყოს ისეთი ასორტიმენტი შერჩეული, რაც ბათუმს ძალიან ლამაზ სპექტაგამას შეძლებს და შემოდგომის დროს იქნება ისეთი ფოტომცვენა, რომ უნდა იცოდეს ყველა ბათუმელი, მე ბავშვობაში მახსოვს, როცა მოვდიოდი ხოლმე ბათუმის ძველ ქუჩებში ქაფურის ხის ფოთლები ყოველთვის ეყარა. ქაფური არ არის განსაკუთრებით ფოტომცვენი, მაგრამ ის ფოთლები ეყარა და ბავშვებიდან მოყოლებული ძალიან ლამაზ ესთეტიკა მახსოვს, რომ ქაფურები არ მოჭრილა, მინდა გითხრათ, კარგად გამოვიკვლიეთ, ქაფურები არ მოჭრილა, ასე რომ სხვა ხეებს დიდი ბოდიში მე ქაფურზე მაქვს საუბარი, ქაფურს აქვს ის ხეები, რაც მე იმ მომენტში უფრო მეც სიამოვნებსა ესთეტიკას მაინჭებდა. რეალურად ჩვენ ვაკეთებთ იმას, რომ მოხდეს იმ ასორტიმენტის შერჩევა, რაც ბათუმს უფრო ლამაზ მისაღებს გახდა ყველაზე პრეტენზიული ტურისტისთვის, ყველაზე პრეტენზიული გეუნებს ბათუმელისთვის იქნება დამაკმაყოფილებელი. მინდა გითხრათ, რომ ამ კუთხით რენდერების დამუშავება მიმდინარეობს, მინდა გითხრათ, რომ შესწავლილია ძველი ბათუმის ქუჩების ის გამწვანებითი ესთეტიკა, რაც მანამდე იყო, ხდება მორგება დღევანდელ ურბანისტიკაზე და თანამედროვეობაზე, მიდის ამ კუთხის მუშაობა, რეალურად მიდის მოლაპარაკება, რომ ჩამოტან ის, რაც არ მოიპოვება ბათუმში, ის ასორტიმენტი, ის ხეები, ის მცენარეები, მათი ჩამოტანა მოხდეს, იმიტომ იმ სასაქონლო ღირებულებებით ჩვენ თქვენ იცით, რომ დღეს ამ ეტაპზე სათბურე სანერგე მეურნეობებს, საჩითილი მეურნეობებს დიდი გამოცდილება და ასე ვთქვათ, დიდი ისტორია საქართველოში არ გააჩნია. ანუ რეალურად ქონდა შეგაწყვეტიებ, ქონდა ძალიან დიდი ისტორია, შეგაწყვეტიებ ერთი წუთით, 19-ის ბოლოს მე-20-ის დასაწყისში იყო უზარმაზარი. მე მოგიტანთ ციგნებს, უგნებო სადაც არის, რომ სადაც წერია, რომ თვისაც უნდა ჩამონათვალია მცენარეების ეს და ეს მცენარეები გთხოვთ შეიძინოთ აკა. იყო უამრავი, ასე რომ ჩვენ ბათუმს ქონდა მაგის გამოცდილება, ქონდა ჩემ ბავშვობაში ქონდა, სადაც ეხლა თქვენი ვსაუბრობ პოსტფაქტუმ, აი ამ წუთში მოცემულ სიტუაციაში, ხო, ეს ყველაფერი თავიდან იღებს ყველაფერს სათავეს. მოდი ვთქვათ სიმართლე, ხო? მოსმენდა იმიტომ. მოისმო. ნახა, კარგად გამიგეთ, ეს მოისმო დაახლოებით 20 წლის უკან, როგორც მინიმუმ და ეხლა მოდი 20 წლის უკან დელ მოსმობილ საქმეზე ეხლა ვისაუბროთ იმაზე, რა, მოდი, მენეჯმენტის თემა რა არის? აი დღევანდელი მოცემული მდგომარეობიდან ამოსავალ წერტილი აპრიორულ ღებულობ დღევანდელ პოსტფაქტუმ რაც არის ყველაფერს და აქედან გამომდინარე ვჯეროთ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ მოვაქციოთ ყველაფერი ძალიან ლამაზ ესთეტურ ჩარჩოებში, რათა შერჩეული იქნეს სუნელოვანი დეკორატიული მცენარეები. ის რაც ბათუმისთვის მახასიათებელ სუნელსაც შექმნის და ბათუმისთვის მახასიათებელ ფერთა გამასაც შექმნის. ანუ მე მინდა მქონდეს ის ბათუმი, როგორც ერთ რიგით ბათუმელს, რომელშიც გავივლი და მექნება ძალიან ლამაზი ფერთა გამა, ეხლა გავიარე ყოფილ სტალინის ქუჩაზე. ანუ არის ყოველ ფერთა გამა ბათუმში და იყო და აღდგენაც გვინდა და უფრო გალამაზებაც გვინდა. ხო, მაგრამ მაშინ რატომ მოიჭრა ის ძველი ხეები? პასუხობთ, რაც შეეხება ძველი ხეების მოჭრა, თქვენ გაქვთ საუბარი როგორც ხვდების ყოფილ სტალინის ქუჩაზე, არა მემედოვერის ქუჩაზე. მე პასუხობთ. ასევე ძველი ბათუმის ქუჩებში. კი პასუხობთ. რაც შეეხება კონკრეტულად მე ამიხოთ ერთი ქუჩა აპრიორი და ვიმჯეროთ იქეთა, ხო?
იქ იქნა რა თქმა უნდა ხეი მოჭრილი. პირდაპირ გეუბნებით რომ რეალურად დამოკიდებულება სამოქალაქო სოციუმის დამოკიდებულება ხშირ შემთხვევაში არის არასწორი და არასწორი არა იმიტომ რომ ეს არასწორია თავიდან და ჩანასახში არანაირად უბრალოდ კონკრეტული ინფორმაციის არ ქონა განაპირობებს შეხედულების არასწორობას და არაკორექტულობას. მე მინდა გითხრათ რომ სუფთა აგრონომიული კუთხით, სუფთა ტექნიკური კუთხით ხეები რომელიც მოიჭრა გარდა იმისა რომ კეთილმოწყობით სამუშაოები მიმდინარეობდა და კეთილმოწყობის სამუშაოები მოიცავს რაღაც კონკრეტულ ღონისძიებებს და მათ შორის აგროტექნიკურ ღონისძიებებს კონკრეტული ხეები მაგალითად 10 ხომ მოდი იგივე რაღაც ნაწილი ოსმანთუ ტესტროემების და ისევე ირმის რქები რეალურად ოსმანთუს არ მოჭრილა ტესტროემია იგივე არა ოსმანთუს ნამდვილად არა სხვათა შორის ძალიან კაი პერიოდში ხა შეგიძლიათ ნახოთ ცხინვალად გამოიყურება მინდა ტესტროემებიც მათ შორის მოიჭრა რაღაც დონეზე ირმის რქები მოიჭრა მე მაგალითად გეტყვით ესეთ მომენტს რამდენად აი თქვენ ძიძველი ბათუმელი ძანდებით ჩემთვის მაგალითად ამ ეტაპზე როგორც ერთი რიგითი ბათუმელისთვის ქალაქის ცენტრში სტალინის ქუჩაზე ჩვენ მოვჭერით ხურმის ხე რამდენად ლამაზია რომ ქალაქის ცენტრში გქონდ მაპატიეთ რა ხურმის ხე მაპატიეთ ერთი წუთით მივალ ჭადრამდეც ხურმის ხე კონდეს კლიავის ხე ვიღაცამ დარგომს ხალი ვიღაცამ გამოვიდა სტიქიურად დიდი ბოდიში რა გამწონება არის კონცეფცია და არა სტიქიური რგვა გამწონება არის სინქრონი ერთი წუთით ბოდიში რა სინქრონი დავასრულე ეგრე არ გამოვა რა დამოს ქალაქში არის ჭერამი გაშენებული ხო მაგრამ არა სტიქიური და პორტოხალი რომელიც მარქსის ქუჩაზე მთელი ტურისტები მახსოვს იმას უყურებენ შესანიშნავი დამტვით ეხლა შესანიშნავად ბრძანეთ პორტოხლების აღდგენას ვაპირებთ ვაშინგტონების აღდგენას ვაპირებთ ეს ხები ირგვება მინდა გითხრათ მარქსის ქუჩაზე ამ ეტაპზე აღრიცხვა მოვახდინეთ და დარჩინა სულ 303 პორტოხალი ეს ჩემი და ჩემ პერიოდში და მანამდეც უახლოესი 10 წლის მანძილზე იქ არ მოჭრიდა რეალურად ტექნიკურად შეილახა რაც შეეხება ხებს იგივე ირმის ხებს რომელიც მოიჭრა იგივე ლუგუს იგივე ჭადრის ხები არ იყო ჩემო კარგო სტალინის ქუჩაზე მინდა გითხრათ შემიძლია მოგიდანო ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ჭადრის ხებს ნაკლებად ვაწყდებოდ ძირითადად განთავსებულია ეგრეთ წოდებული გორკის ქუჩაზე ყოფილი და ჭავჭავაძის ქუჩა ძირითადად გამოიძიეთ კარგად და მოიკლეთ ზანგთქვით რა იმიტომ რომ აჩკარად არა არ წოდნიათ კარგად ჯაბათ მინდა გითხრა რა მე მოდი დამასრულებ მემედაბეჯის ქუჩაზე მაგრამ იყო სხვა ქუჩაზე ხო მე სადღაცო ჭადარი იქნება მაგას შეჩვენებს ხო მაგრამ მოიჭრა რატომ მოიჭრა მე მოსკეთქო ერთი წუთით არ მოჭრილა დამამთავრებით სტალინის ქუჩაზე გიპასუხე და გადავიდე მე ჭავჭავაძეზე ჭავჭავაძე არ მოჭრილა არც ერთი ხე მაგრამ გადავალ მაინც რაც შეეხება ხა სტალინის ქუჩას ეს ხები იგივე ირმის ხები ულამაზესი ირმის ხები ლაგესტროემია ლათუნად ეს არის შესანიშნავი მერქანი რომელიც ორ ფერზე ყვავილობს არის მოვარდისფრო ოიასამნისო ფერი რომელიც ძალიან ლამაზ ესთეტიკას აძლევდა ბათუმს არ უარყო მაგრამ ერთი თვით ეს ხები ბატონ ჯაბა იყო ტექნიკურად უვარგისი ტექ მაპატია რა დავასრულე ტექნიკურად უვარგის ბატონ ბიძა შელახული რეალურად ეს არის აგროტექნიკური ღონისძიება როდესაც ხე არის ტექნიკურად შელახული როდესაც ხე არის ავადობის კერა როდესაც თავიზოზე მოხდა მისი არასწორი გადაბელება გასვლა ეს არის ქარის შემთხვევაში ხდება მისი ავადობის კერის გადავადება. განვაგრძობ ჩვენ ამ თემაზე საუბარს, კაბუტინო თქვენი პოზიცია გითხარით. არ გინდა, ხო არა, აკადემიურად ჩაყალიბდეს ყველა მონაწილე იყოს თანაბრად ჩართული გადაცემაში და არა ერთი სტუმარი საუბრობდეს, ხო? თქვენ აუცილებლად მოგეცემათ. არა, მე არა მაქვს პრეტენზია ბენეფისზე, მაგრამ მაინც. გასაგებია. თქვენ თუ ხედავთ აი ამ კონცეფციას და რაღაც მოცემული წესები თქვენ მართვას გამწონების ქალაქში. არის თუ არა ეს რაღაცა რეგულირებული? აი ხო მე დიდი ინტერესით უსმენდი ბატონ კახას მაინტერესებდეს ყველაფერი რადგან ეს არის საჯარო სამსახური თვითონ ბრძანდება საჯარო მოხელე და ისეთ საკითხს ეხება რაც ყველა ბათუმელს ძალიან აღელვებს და ინტერესებს ამიტომ აი თქვენ თვითონ ბრძანეთ რომ ესე იგი არ იყოს საერთოდ ინფორმაცია ამიტომ უნდა გამოასწოროთ ეს და გაგვაგებინოთ გითხრათ ამის პრეზენტაცია უნდა მოახდინოთ და გითხრათ რას აპირებთ აი რატომ მოიჭრა ლაგერსტრიმი ინდიკა მაგალითად რა იშველება მე ძალიან მაღელვებს ნეკრონის ხებს კლონი როგორ არის ნეკერჩხლის ხები არა შემდგომარეობაში არა და დაახოთ რა იმას და რა შეეხება კიდე ეს სუნიანი სუნელოვან ოსმანთუსი ეს ნუ ძალიან ძნელად იზრდება მე ერთი ხევი ყიდე და ძლივს ნუ რა ვიცი გავა. ეხლა საერთოდ არის ტენდენცია როცა ტენდენცია არ ვიცი არაფერი არ ვიცი მე ის ვიცი რომ ქუჩაში უნდა და ბათუმს ძალიან მოხდება უნდა იყოს გამწვანება უნდა იყოს კონცეფცია შემუშავებული ის რაც უხდება და კიდევ ერთი რა ძალიან დიდი თხოვნაა რომ არ შეიძლება რომ ადგილობრივი ჯიში ზირთადად ახო ინტროდუცირებული და რაღაც ადგილობრივი ისეთი უთქმელი მაგალითად რაღაცა ან რაღაცა ერთი ქუჩა იყოს ისეთი როცა აი ეს ქუჩა დაგამახსოვდება იმით რომ აი ეს ხეებია და რაღაცა შემოდგომა მიხარია რომ აი სტალინის ბულვარში რა ხდება გამართულები და ბულვარში ასევე თქვენ აღნიშნავდით რომ იქ ეკოსისტემა დაერღვა როცა ბიზნეს ცენტრის მშენებლობა გადაწყვეტეს ნუ ეს ძალიან დიდი დარღვევა მაპატიეთ 4 ხის არა დაასაბუთოს ხალხთან არა 4 მე შემთხვევაში ერთი წამით
დაასრულოს ხო ქალბატონმა ძალიან არა, ბულვარი ეს კიდე სხვა თემაა. ბულვარი, რომელიც როგორც გავარკვიე, ბატონ კახას უწყებას არ ეხება. ბულვარს თავისი მართვის სისტემა აქვს. ბულვარი ამ დროს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. აქვს სხვა რაღაცაა კიდე და ძალიან დიდი პრობლემაა, ძალიან უხეში დარღვევა კანონის პირდაპირ ხელყოფა და იქ ისეთი რასაც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ქვია აგრესიული ინტერვენცია პირდაპირ შემოჭრა და მაღლივი კორპუსის შენება. მე ხო არ ვამბობ რომ იმის ვთქვათ რედისონის და კემპინსკის აი იმ ტერიტორიაზე რა აშენებული იყო, აი ცოტა მოშორებით კი ეს იყო საზღვარი. შეუძლებელია ეს არის ძალიან უხეში ერთი რეკრეაციული ზონა, როგორ შეიძლება იქ ბიზნეს ცენტრის აშენება და ამოდინა მაგრამ ამით ადაპტაცია არა გამორიცხულია არა ეს აბსოლუტურად არ შეიძლება ადაპტაცია ნიშნავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში ადაპტაცია ამ ტიპის ძეგლში როგორიც არის ბულვარი ეს ნიშნავს იქ რაღაცა ბილიკის კეთილმოწყობას რაღაც არანაირად არ გულისხმობს შენება თან ჩატურს თუ მაინც და მაინც ვიზიტორთა რაღაც არქიტექტორი ნესტან თათარაშვილი გველოდება ახლა ჩვენ სატელეფონო ხაზზე და მისი პოზიცია მოვისმინოთ. საღამოშიდობის ქალბატონი ნესტან გესმით ჩვენი ხმა. დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ქალბატონი ნესტან თქვენი შეფასებით აქვს თუ არა ბათუმის თავისი გამოკვეთილი არქიტექტურული სტილი და რით არის ის გამორჩეული? თქვენ რომელი შენობა ან ძეგლი მოგწონთ ან არ მოგწონთ? ბათუმი არის ერთ-ერთი შესანიშნავი საქართველოს ერთ-ერთი შესანიშნავი ქალაქი თავისი ლანდშაფტით, არქიტექტურით, ისტორიით და ასე შემდეგ ამას აღარ მოვყვები. ძალიან მიყვარს შენობებიც და ხეებიც და ნამდვილად ვიზიარებ თქვენ შეშფოთებას, მაგრამ ერთ რაღაცაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. სააუდიტო საერთაშორისო ორგანიზაციების, აი უმთავრესი პუნქტების მიხედვით, რომლებიც განსაზღვრავენ დაზიანების საფრთხეების დონეებს იქ არის გარკვევით ჩამოყალიბებული, რომ თვით უმძიმესი ეკოლოგიური კატასტროფებიც კი, იგივე ბუნებრივი და ასე შემდეგ, სტიქიური უბედურებები, ყველაფერს აქვს თავისი დრო გამოსწორების. გარდა ერთისა, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას არანაირი დონე არ აქვს, იმიტომ რომ ერთმნიშვნელოვნად ითვლება დაკარგულად. ძალიან წდება გული ხეების მოჭრაზეც ყველაზეც, მაგრამ ხეებიც გაგვეზდება და ბაღებსაც გავაჩენებთ, მაგრამ რაც მე ბათუმში ვნახე ამ ზაფხულს, ყოველ შემთხვევაში ეს ვითომ რესტავრაციები, ეს არის ნამდვილად რატომ ვითომ რესტავრაციები? რომელი შენობის რესტავრაცია არ მოგეწონა? ეს არის 9 აპრილის 12 ნომერი, მოდერნის სტილის შესანიშნავი შენობა, რომელიც იყო ნამდვილად მსოფლიო მასშტაბის ძეგლი. მე ამ ზაფხულს ვიმუშავე გიდად, მყავდა ხშირად ტურისტები და ეხლა ჩვეულებრივ ხალხს ძალიან კარგად ესმის, მაგრამ მით უმეტეს როცა პროფესიონალები არიან იმათვის და ერთ-ერთ ასე სპეციალისტს ვერაფრით ვერ დავაჯერე, რომ ეს შენობა იყო ძველი და არა ახალი. იმიტომ რომ ბათუმს რო უყურებთ და ზოგადად ეს საქართველოზე ვავრცელებ ამ ყველაფერს, საქართველოს ქალაქებში და თბილისშიც მით უმეტეს. ხანდახან მგონია რომ ჩვენ არა ვართ აზმკოში, იმიტომ რომ ეს ძველი სტილებით შენებლობა ეს არის ნონსენსი. რაღაცა ეკლექტური ისტორიული სტილებით, ეს ეკლექტური არქიტექტურა, რომელიც აი გავს იმ ძველ შენობებს, რომელიც არის ბათუმში. უმეტესობა ამას შეიძლება ვერ არჩევდეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ უცხოელებთან ვიმუშავ და ჩვეულებრივი საშუალო ასაკის ტურისტები ამას ყველაფერს კარგად ამჩნევს სიღნაღშიც, ბათუმშიც, ქუთაისში, სხვათა შორის და თბილისში მით უმეტეს. რესტავრაცია, სიტყვა რესტავრაცია რამდენად არის ადეკვატურად გაგებული იგივე ხელისუფლების მხრიდან, ანუ მათთან ვისაც ევალება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა. იგივე ბულვარი, რომელიც ასევე არის კულტურული მემკვიდრეობა. და იქ შენდება ახალი ბიზნეს ცენტრი 175 მეტრის სიმაღლის და თქვათ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოხდება ადაპტაცია ამით ამ შენობისა ბულვარის სხვა შენობებთან. თქვენი შეფასებით არის თუ არა დაცვის მოთხოვნები, რაც უნდა ხდებოდეს ასეთ ობიექტებთან მიმართებაში? კონკრეტულად ქალაქშენებლობითი ნორმებით ყველა ნაკვეთს ნებისმიერ ქალაქში თავისი ნორმები აქვს. ეხლა მე არ ვიცი კონკრეტულად მან რა ნორმა მუშაობს, მაგრამ ზოგადად ეს ბათუმის სათამჯენებისკენ მიდრეკილება ეს გაცხადებულია, პოლიტიკურად დიდი ხანია, სისრულეშია მოყვანილი, დაგეგმილია შენობები. თქვენ მოგწონთ ის რომ მაღალი შენობები შენდება ბათუმში? მე რამეს ვიტყვი, ოღონდ აი ბათუმში კი არა, ყველგან იგეგმება და თბილისში შენდება. საერთოდ შენობას აქვს ფუნქცია. კი ბატონო, თქვათ აშენდა, თქვათ ქვია სასტუმრო.
აქ ხანგრძლივ ეკონომიკურ ეფექტზე და მოგებაზე გათვლილ მეცნიერულ დასკვნას მე ვერ ხედავ, იმიტომ რომ რამდენად თქვენ თვითონ ბათუმელი ბრძანდებით იყო დატვირთული ყველა სასტუმროები. მე ვნახე ამ ზაფხულს ნახევარ ცარიელი იყო ბათუმის აკუბობულეთი. უბრალოდ საუბარია ბიზნეს ცენტრზე, სადაც სხვადასხვა ობიექტი იქნება განთავსებული და საუბარია თქვენ იმაზე, რომ თქვენ ყოფილი მთავარი არქიტექტორი ამბობდა, რომ ბათუმი და გაიზარდოს სიმაღლეში და ჩვენ ამით შევკარით წრე. თქვენ თუ ხედავთ რა ტენდენციას ხედავთ ბათუმის არქიტექტურაში და არის თუ არა თქვენ მართებული სტილი, რაც გვაქვს დღეს ჩვენ ქალაქში. მე ვთვლი, რომ ბათუმის მასშტაბი სრულიად გამორიცხავს ცათამბჯენებს, რაც გაკეთდა, ისიც უკვე ზედმეტია და იმაზეც უკვე მშელობაა დასაწყები. და რას მიანიშნებს ის, რომ მე გამოუსწორებელი შეცდომა და ერთი რამე მინდა დავამატო, დღევანდელი ჩვენი სახე ქალაქების, თბილისისას და ბათუმისაც ისეთ სახეს იღებთ, რომ ჩვენ სერიოზულ ერად, ჩვენ სერიოზულ ქვეყნად არავინ არ აღვიქვას მალე ზოგადად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ ჩვენ ეხლა მკვიდრდებით და მსოფლიოს გვინდა გავაცნოთ თავი. და მთავარი არქიტექტორი არ ყავს ბათუმს. ასეთივე დამოკიდებულება იქნება ჩვენს მიმართ. არ ამგონია რომ ეს ღირსეული იყოს, იმიტომ რომ ეს პლაგიატიზმი, ეს სასაცილოა, უბრალოდ დამცინავე სათამაშოების მსგავსი რაღაც ძალიან წყდება გული, იმიტომ რომ ბათუმში არის ძალიან დიდი ჩარევები. და მთავარი არქიტექტორი არ ყავს ბათუმს უკვე ბოლო 6 თვის განმავლობაში. მოკლედ რო გითხრათ, რა შეიძლება ნიშნავდეს ეს და რამდენად შეიძლება ეს იყოს ნორმალური პროცესი. ეს არაფერს არ ნიშნავს, ჩემო კარგო. არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ერთი მთავარი არქიტექტორი, ეს არის ბატონი პრეზიდენტი, რომელიც განაცხადა ეს და ხშირ წილად აი თქვენ ბრძანებდით ვიღაც თქვენ კოლეგებზე ბათუმაზე, მთელმა საჯარო მოხელეებზე გულისხმობ, ყველა მაგათი მოქმედებები განპირობებულია პოლიტიკური დაკვეთით, ისე რომ ვადებსაც კი უწერენ ესენი. ჩვენ უკვე პრობლემები გვაქვს იუნესკოსთან არა თუ ჩვენ თანამოქალაქეებთან. ამიტომ ეს არ არის უცნობი და დამალული ფაქტი. ამაზე წერენ უკვე საზღვარგარეთი ჟურნალისტები ძალიან აქტიურად. გასაგებია, დიდი მადლობა თქვენ რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. მთელ კონცეფციას ჩამოგიყალიბეთ. ხო, მაგრამ თქვენ არქიტექტურაზე არა, ალბათ გამწვანებაზე კიდევ გვეტყვით კონცეფციის შესახებ. ბატონო ბიძინა, თქვენი შეფასებით ვინ გასაზღვრავს ბათუმში არქიტექტურას და თქვენ იგივე გამწვანების კონცეფციას. რამდენად არის ეს დამოკიდებული კონკრეტულ სამსახურებზე? მე რო უყურებ, არავინ არ გასაზღვრავს არაფერს. ყველაფერი შენდება ქაოტურად, ვისაც რა უნდა ალბათ ისე აშენებს. იყო ასეთი არქიტექტორი ქალაქის, აჭარის კოკი აბაშიძე და იმ კაცმა რა თქვა იცით, რომ რატო ხელები არ მოხდა 12 სართულიანი სახლი რო დააპროექტეო. და რატო უთხრეს, რატო მშვენიერი სახლი, მაგრამ თეატრ რო დადგეს ამიტომ, რომ მთელი ხედი გააფუჭა. ისეა ეს კარგია, თქვათ ეს რედისონი და ისინი თქვათ კარგი. არ არის ეგ მისი ადგილი. ხო შეიძლება და ცოტა იქეთ აეროპორტისკენ გააკეთეთ, გააკეთეთ გრაძგინ, იქ ააშენე. შერატონი რო გააკეთეს, ამ უზარმაზარი შენობა გადაეტანათ იქ, შუაქალაქში ჯერთი გადაკეთეს მთელი სხვა, გადაკეტილია. ჯერ იქ ლუშკოვის სახლი და მე ის რა ცენტრპოინტმა გადაკეტა, ვენტილაცია არ არის ქალაქში. ჰაერი უკვე ზღვიდან აღარ მოძრაობს, გადაკეტილია მთლიანად. შერატონმა აიღო და ნუ ახლა ვინ და როგორ მოიფიქრა მე არ ვიცი, ბულვარი მიიტაცა. უკვე იქ უკვე მე პროტესტის ნიშნად აღარ დავდივარ, რომ აღარა უკვე ჩვენი ადგილი იქა. დღეს აგერ წაგართმევ ხვალ, ეგერ წაგართმევ, ახლა ეს სათამბჯენი შენდება რიც მე სპეციალურად გამოვეძებე მასალები. ჯერ მაგენ უნდა ნახოს, რომ პირველი საკრებულო რო იყო და ისინი როგორ მსჯელობდნენ ქალაქზე. ქალაქმა მაშინ ქალაქში ფული აიკრიბა, რომ გამოესყიდა ის მიწა ზუსტად, სადაც ახლა ეს შენდება, რომ გამოესყიდა და ბულვარი გაეშენებდა. აგენმა რაკნეს აიღეს და მიყიდეს ვიღაცას. ნუ ჩემი აზრით არაა სწორი, იმიტომ ჩვენი ბათუმის სახე არის ბულვარი. ჩვენ თუ ბულვარს განავანადგურებ, აბაშიძის დროს იყო, მაშინ გახსოვთ დაფნის დიდი უზარმაზარი ისინი კვადრატები იყო, ისინი მოჭრეს. აბაშიძის დროს იყო იმის რა ქვია, პიონერთა პარკში ურთხმელის ხეები მოჭრეს. და დღესაც ახლა რამე იგივე ტენდენცია, ნუ რა ვქნათ, დღეს ასეც ჭირიან, ის უნდა მოეჭრათ თუ არა, ეს უკვე საუბრობდა ბატონი კახა. კი, არ უნდა მოეჭრა, ახლა რო თქვა, რომ ძველი ხე იყო დაძველდა ხე და მე ნუ დაძველდა ამორტიზირებული. ამორტიზებული ხე აბატონის ამას ამბობდა. მე განახებ თქვენ თუ გნებავთ ლენინის ქუჩაზე ხეს, ქაფურის ხეს, თქვენ რო ამბობთ, როცა ის სადაც იყო ავანტყობა ფუღურო რო ქონა, იქ ამოაცემენტეს თავის დროით და დღესაც ის ხე. ხო შეიძლება უმკურნალოდ არა, ბოლო 20, 30, 40 წელი უნდა იმხეებს. და უფრო მეტი ხნის დაგეთახმებით, ვერ დაგეთახმებით. რა დასწორებს, რომ ამორტიზებული იყო ეს ხეები, ესეც მაინტერესებს. მე გამოვიტყობ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ მივიღეთ დღემდე პასუხი, მე
რომ გამოთხოვილია ინფორმაცია ჩვენ ამ ინფორმაციაზე მეც გამომიგზავნა და შესაძლოა პასუხიც გამზადდა შემდეგ პასუხი მიღებული გახსნა მე თვითონ პასუხი არის ამოწურავი არა პასუხი არ მიგვიღია არის ამოწურავი რაც შეეხება პასუხი არ მიგვიღია ჩვენ მე ისმინა დავადესტო რა ხო არ ვიცი მე ვიცი რომ უნდა კონდეს მიღებული რაც შეეხება ხელს და რა პასუხი გითხარით მაშინ გავასწრაფოთ პასუხობთ რომ რეალურად გარდა იმისა რომ რეალურად ეს კეთილმოწყობი სამუშაოს უშლიდა ხელს და რეალურად კეთილმოწყობა ქალაქის ნიშნავს იმას რომ უნდა მოხდეს კონკრეტული ესე ვთქვათ დინამიკა იქნება გამწვავებითი კუთხით თუ სხვა კუთხით გარდა მისა ეს ხელი უმეტეს შემთხვევაში ავადობის კერა გადაბირებული ხმელი დაფაუტებული ეს ავადობის კერა სავარაუდოდ შექმნდა იმ პრეცედენტს რომ ეს პონტოფიტო და ფიტოპათოლოგიური დაავადებების გადადება მოხდებოდა სხვა ხეებზე რაც იქნებოდა დამოკიდებული და არასასურველი ამ შემთხვევაში ამაზე რა თქმა უნდა ამ სპეციალისტები უყურებენ რეალურად ამეწუნეთ რომ ამ სპეციალისტებს ჯგუფის თქვენი პირადად ხარ რაცა უნდა კარგად დააგვიდეთ შესახედავად და ვიზუალი შეიძლება კონდეს ხეს ერთი შეხედვით კარგი მით უმეტეს ფოტოცვენის პერიოდში და ვერ ვიხდეთ რომ რეალურად ეს ხე შეიძლება იყოს ავადობის კერა კონდეს ისევ თოფიტო დაავადებები რამაც შეიძლება სხვა ხეების დაავადობა გამოიწვიოს ეს არის მიმდინარე აგროტექნიკური ღონისძიება მე მინდა გითხრათ ეგეთ ხევს ჩვენ მიმდინარე ღონისძიებად მივიჩვენთ და ვჭრით აუღრიცხავთ ქალაქში გამხმარ დაფაუტებულ ხმელ ავადობის კერით დაფუებულ ხევს რომლებიც ესთეტიკურადაც ქალაქს ამახიჯებენ და ეს მინდავს მათი ჭრა მე ცოტა უამრავი რამდენიმე წუთში განმოგძებთ საუბარს ჩვენ ამ თემაზე დიდი მადლობა რეკლამის შემდეგ ჩვენ განმოგძებთ საუბარს ბათუმის არქიტექტურის შესახებ რატომ იჩეხება ბათუმის ქუჩებში მრავალწლიანი ხეები რა ადასტურებს რომ ხეები ამორტიზირებული იყო როგორც ამას მერია აცხადებს რატომ კეთდება არჩევანი ბოძებზე მიმაგრებულ ყვავილებზე და რა კონცეფციით წვანდება ბათუმი ჩვენ ვსაუბრობთ თემაზე ძველი და ახალი ბათუმი რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში დაგველოდეთ ქართულ-ამერიკული კომპანია Design City ბათუმი გთავაზობთ ინტერიერის დიზაინსა და შიდა მოპირკეთების თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის მასალებს. სოვილები, შპალერები, კარნიზები და აქსესუარები, კედლების ღებვა ექსკლუზიური და ბუნებრივი მასალებით, დეკორატიული და მხატვრული ღებვა ამერიკული საღებავებით, კაფელმეტლახი და სიახლე ნესტისგან დამცავი სპეციალური მასალა, კალმატრონი, რომელიც საშუალებას მოგცემთ შეუნარჩუნოთ კედლებს იდეალური იერსახე. Design City ბათუმი, ჩვენ ვქმნით თქვენს კომფორტს. ბათუმი, გრიბოედოვის 2, ტელეფონი 27 70 19. სამეულები ავეჯის მაღაზიაში ტალი. რბილი, კოხტა, კომფორტული დივან-სავარძლების ფართო არჩევანი ფასდაგლებით. შესაძლებელია განვადება. მისამართი ტბელაბუს სერიძის ნომერი 21, მობილური 593 577 361 571 140 550. ავეჯის სალონი პაპილონი უკვე ბათუმშია და გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ტყავისა და ნაჭრის სამეულებს, საძინებლებს, სასადილო გარნიტურისა და გარე ავეჯის მრავალფეროვან არჩევანს. პაპილონი, ავეჯი, რომელიც გილამაზებთ ცხოვრებას. რატომ? ფარმადები. იმიტომ რომ გთავაზობთ მაღალი ხარისხის მედიკამენტებს. თქვენ პროფესიონალები გემსახურებიან და აქ საუკეთესო ფასებია. ფარმადებოში ეს სიმართლეა. ფარმადებოს აფთიაქი უკვე კონსტანტინე გამსახურდიას 49-ში. მიგაჩნიათ რომ უსაფუძვლოდ გეზღუდებათ საკუთრების უფლება. ეჭქვეშ აყენებთ უძრავი ქონების პრივატიზების კანონიერებას. მიგაჩნიათ რომ თქვენი ქონების ჩამორთმევა უსამართლოდ ხორციელდება. დაგვირეკეთ ცხელხაზზე. 832 260 1508 8422 29 საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. სამართლებრივი დახმარების ცენტრი. თამაში დაიწყო.
გამოიყენე შანსი, იმოქმედე სწრაფად. ამასობაში მოატყუა დარტყმა არის! ეს ტოტალიზატორი კრისტალ ბეტია. გააკეთე სწორი ანალიზი, ზუსტად ჩაიფიქრე სასურველი კომბინაცია. ამოქმედე შენი ინტუიცია და ეს არის ონლაინ ტოტალიზატორი კრისტალ ბეტი. კრისტალ ბეტ წერტილი ხოლმე. შემოდით სონი. გსურთ პომპეზურად აღნიშნოთ გრანდიოზულ ბრწყინვალეს სანახაობა დაღწიოთ თქვენი ბედნიერების დღე. ახალი სადღესასწაულო სივრცე განახლებული ბათუმის სინამდვილეში ყველა თქვენს ფანტაზიას რეალობად აქცევს. ამ დღეს ვერავინ დაივიწყებს. საქორწინო სახლი 64, მისამართი ორთა ბათუმის გზატკეცილი. სიახლე სავარძელში ავეჯის მწარმოებელი კომპანია სავარძელი გთავაზობთ მაღალი ხარისხის მაგიდებისა და სკამების განახლებულ საზაფხულო კოლექციას. ჩვენთან ხარისხი გარანტირებულია. ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენ შესაძლებლობებს. ჩვენ თქვენთან ერთად ვადგენთ ფას. სავარძელი გემოვნებიანი ადამიანების არჩევანია. დაგვიკავშირდით savardeli.com. ბინების, მიწის ნაკვეთების, კერძო სახლების, ხიდვა გაყიდვით, ქირავნობით ან გირავნობით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ. ბათუმში შეიქმნა უძრავი ქონების თანამედროვე ტიპის სერვისი, რომელიც ქართული, ინგლისური და რუსულენოვანი ვებგვერდის მეშვეობით გაგიწევთ მომსახურებას. აკრიფეთ ინტერნეტში newsservice.g ან დაგვიკავშირდით 593 555 777. გადაცემა უპასუხეთ ხალხს გრძელდება. რა კონცეფციით ხორციელდება ბათუმის გამწვანება, ვინ იცავს ეკოსისტემას და არსებობს თუ არა კონკრეტული წესები, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი. განვაგრძობთ საუბარ ძველი და ახალი ბათუმის შესახებ და ჩვენი სტუმრები არიან ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი კახა გუჩმანიძე, არქეოლოგი ნინო ინაიშვილი და ისტორიკოსი ბიძინა აფხაზავა. გადაცემის მსვლელობისას თბილისიდან სკაიპით ჩაგვრთვება ხელოვნებათმცოდნე ირინა გუნცაძე. ჩვენ ველოდებით თქვენ შეკითხვებსა და მოსაზრებებს დაგვირეკეთ ტელეფონის ნომერზე 27 დაგვიმეგობრდით Facebook-სა და Skype-ში ლათინური შრიფტით მისამართზე უპასუხეთ ხალხს და მოგწერეთ თქვენი შეკითხვები. ახლა კი მოვისმინოთ ხალხის შეკითხვები, რომლებიც ბათუმის ქუჩებშია ჩაწერილი. შესაძლებელია თუ არა ბათუმს შეუნარჩუნდეს ძველი იერსახე? საინტერესოა თქმა უნდა ვიღებულოს ამ გადაწყვეტილებას რომ ამის მაღალ შენობებს აშენებენ. რომ ეს ძველი ბათუმი პატარა სახლები და მასები ყო დაჩრდილა მთლიანად. საინტერესოა რომელიმე ქალაქის მოდელის მიხედვით კეთდება ბათუმის არქიტექტურა თუ არა. ერთი რამ არ მოწეს. ქუჩების შევიწროება, მაშინები იზრდება, მოსახლეობა იზრდება, ჩვენ ქუჩებს ვამცირებთ. სად უნდა გატარდეს ამდენი ტრანსპორტი? აი ესეთი ხალხის შეკითხვები, ბატონო გახეთ თქვენი პასუხები საინტერესოა. შეკითხვები არ გამიგია, არის მის ამ რაღაც კურსასმენში. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ბოდიშის ტექნიკური ხარვეზის გამო. ასე ვთქვათ, მაყურებელი ძირითადად აღნიშნავდა და შეწუხებული იყო ქუჩების შევიწროების გამო და ასევე ამბობდა, რომ ძველი იერსახე რაც იყო ბათუმში ეს უნდა იყოს შენარჩუნებული. თქვენი პასუხი როგორია? და იქნება თუ არა შენარჩუნებულიო. მე მაგაზე სხვადასხვა ჯაბა დასაწყისში გიპასუხეთ პრინციპში, თუმცა თქვენ შემაწყვეტნეთ არ მატანიეთ აზრი ბოლომდე არ მაყვანეთ. რეალურად გითხარით, რომ არის გამწვანებითი პროექტები, არის კონცეპტუალური ხედვა გამწვანებას დაკავშირებით კონცეფცია, რაც მიზნად ისახავს ძველი ბათუმის ესთეტიკის, გამწვანებითი ესთეტიკის იერსახის აღდგენას და რა თქმა უნდა იმ ელემენტების შემოტანასაც, რაც მთლიანობაში გულისხმობს თანამედროვე ურბანისტიკასთან და ლანდშაფტურ დაგეგმარებას და მორგებას ამ ყველაფრის. ამ კუთხით მუშაობა მიმდინარეობს გეუბნებით და კვირდებით, რომ რეალურად წარმოდგენი იქნება ის ასორტიმენტი ხემცენარებისა, რომელიც ბათუმისთვის არის რეზისტენტული, მახასიათებელი, ანუ არ იქნება წარმოდგენილი ის ხები, რომელიც ბათუმელისთვის იქნება გასაოცარი, რომ ეგეთი არ ყოფილა და რაღაც ორიგინალური ჩამოიტანეთო. ანუ ხეები იქნება, აი ავიღოთ მაგალითად თუ კი წარმოადგენთ ჩვენ მაგალითად ნეკერჩხალს, იაპონურ ნეკერჩხალს, ნამყენ ნეკერჩხალს უფრო უკეთესი ტექნიკური მახასიათებლები და ღირსებით, რომელიც უფრო ესთეტურად ლამაზი და უფრო სალბო, უფრო კარგი ფერთაგამის შესახედაობის იქნება, რა არის ამაში ცუდი. თუ კი ჩვენ წარმოადგენთ ტესტროემიას, რომელიც სტალინს ქუჩის იგივე რაღაც ეხა სტალინზეა საუბარი, არის ძალიან მახასიათებელი. თუ კი იქნება ოსმანთოსი არამატო შტამზე ქალატონინო, არამედ იქნება ბუჩქოვანი ოსმანთოსი. მაგრამ თქო ვენახი რატომ მოჭერეთ ბატონი ბიძინა გეუბნებოდათ რეკლამის დროს. ეხა ვენახი რატომ მოჭერიო? მე ვენახი არ მომჭერია ბატონ ბიძინა, მინდა გითხრათ. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ხო, რაც შეეხება არა, ჭრი ხევს, მე ამას არ ვარყულ და მოგვიჭრია ხეები, მათ შორის სტალინს ქუჩაზე. ჩვენ ესეთი კარდის კადრები, რომელიც გადაღებულია ძველ ბათუმში, ასევე ახალ ბათუმში და ეს კადრები არის მოწოდებული ან მოპოვებული ზაურ მარგიევის მიერ. კი ბატონო, ეს ფოტო არქივი ჩვენაც აგვაქვს, მინდა გითხრათ, ზუსტად აი არქივი. რაც შეეხება ვენახს, ჯაბა.
მე მაგალითად მიმეჩნია, ჩემი პოზიცია ეს. ამ შემთხვევაში არა როგორც გამწვანებითი კუთხე და არა როგორც ამ სამსახურის დირექტორის, არამედ როგორც ერთი ბათუმის. ჩემთვის მემე დაბაშიძის სტალინის ქუჩაზე, რომელიც ქალაქის ცენტრად ითვლება, ძველი ბათუმის ერთ-ერთი ლამაზი ქუჩაა. იზაბელა ჯიშის, ყურძნის, ვენახის, რომელიც ვენახის ქონა, რომელიც გადმოსულია ნაწილობრივ და მისი ვარჯი გადასულია ბოლომდე დაასრულია აივანზე, ჩემთვის ეს ქმნის იმ ესთეტიკას, რომელიც ჩემთვის მისაღები როგორც არ არის. სხვაგან შეიძლება იყოს ლამაზი, მაგრამ ვენახი, ხურმა, ქლიავი და მსგავსი რაღაცები ქალაქის ცენტრში სტიქიური დარგვა პასუხობთ არის ჩემთვის მიუღებელი. არა მარტო ჩემთვის დამერწმუნე, თუ კი გამწვანებას მიდის საუბარი, გამწვანება არ არის სკოლის სახელმძღვანელო, გამწვანება არის კონკრეტული კონცეპტუალური ხედვა, რაც გულისხმობს ქუჩების გამწვანებას კონკრეტული სინქრონული დარგვით და მიმართულებით, სადაც რაც ირგება იქნება კონკრეტული შინაარსობრივი დატვირთი. აქამდე რატო ვერ შემუშავდა ეს კონცეფცია? ვინგით რატო ვერ შემუშავდა? გეუბნებით რომ მიდის კონკრეტული მუშაობა და როდესაც იქნება შემდეგაც გავაკეთეთ პრეზენტაციაზე, მაგრამ გავიგოთ ერთი წუთით რა, გავიგოთ ერთი რაღაცა. თქვენ გიგდათ ყველაფრის საჯაროობა. არც არავინ არ მალავს ამის ინფორმაციას, უბრალოდ ერთი რამ არის. გამწვანებითი კონცეფციის საჯარო განხილვა არ მესმის რას ნიშნავს? საჯარო განხილვა ხდება კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში, როცა კონსტიტუციას ებულო მესმის რომ მიდის ერში საჯარო განხილვა, მაგრამ ბათუმის ქუჩების გამწვანების საჯარო განხილვა რატომღაც მგონია რაღაც პომპეზური დოკუმენტი უნდა იყოს და ეგრე არ ხდება ხოლმე რა. პასუხობ და გეუბნებით რომ თუნდაც შენობებში, ახლა იცი ძაშია საქმე. გემონებაზე ძალიან ჩართული ამ ძალიან არასწორი ფრაზაა შესაძლოა ესთეტური კუთხით, რომ გემონებაზე არ კამათობენ, მაგრამ პასუხობთ რომ ეხლა არ არსებობს არქიტექტორი, 5 არქიტექტორია ჩათვალეთ 5 განსხვავებული აზრია. მე 5 გამწვანების სპეციალისტი და 5 გამწვანების სხვადასხვა აზრია. ვიღაცას მოწონს ოსმანთუსი, ვიღაცას მიხებია, ვიღაცას ისა თქვათ საკურას ან კამელია. ვიღაცას მოწონს, რა ვიცი, რაღაც უთქმელი უთხოვარი, რომელიც მახასიათებელია ბათუმისთვის, მაგალითისთვის, მაგრამ მე გამიგეთ, ჩემთვის მისაღებია ის, როდესაც ქუჩა კონკრეტული ფერთა გამით მწვანდება, კონკრეტულ გამწვანება მარტო მწვანე ფერს არ ნიშნავს. გამწვანება ნიშნავს იმ ფერთა გამის შემოტანას, რაც გარდამავალ იქნება. აი მაგალითად, რატოღაც გონია რომ ჟორდანიას ქუჩას ღია ვარდისფერი და თეთრფოთოლა ყემის ხევი ძალიან მოუხდება. რატომღაც გონია რომ ეს იმ ლამაზ ფონში იგივე ცერციცის ხე, რომელსაც იუდას ხეს ეძახია, რომელიც ვარდისფრად ყავედო ძალიან მოუხდება. ანუ რეალურად შევთანხმდეთ იმაზე რომ ვისაუბროთ უფრო აკადემიურად და ვთქვათ რომ სტიქიური დარგვა ჩემთვის არ მიუღებელი. ხო, მაგრამ ჩვენ კარალიოქს ლეგი გავიგოთ სტების მოსაზრებებს ხო ბატონო გასაგები. არაფერი არის საქმე. კარგით, ხაბადონიო, თქვენ რას ფიქრობთ ეგრე საზოგადოების ჩართულობას რაც შეეხება? ანუ გემონებაზე არ დაობენ ეს ფრაზა მოიტანა თქვენ ბატონმა კახამ. გაიგეთ არ ვეთანხმებით ხო? იმიტომ ეს ესპეტურად მეცნიერად არასოდეს. მაყურებელთა შეკითხვებს, რაშიც რა დავინახე, შეშფოთება, რაც არის ჩვენი შეშფოთების მიზანი. ანუ უნდა ვიყოთ შეშფოთებულები. შეშფოთებულები ვართ საკმაოდ. იმიტომ რომ ქალაქი კარგავს თავის იდენტობას, რაც არის თვითყოფადობას, ესე ვთქვათ. აი მაყურებელთა შფარულად აი სიგრძნობოდა. ანუ თავის ხასიათს, მახასიათებელს, რაც გამოარჩევს მას სხვა ქალაქებისგან. და ეს არის სწორედ ტურისტები ჩვენთვისაც პირველ რიგში, იმიტომ რომ კულტურული მემკვიდრეობა არ არის უბრალოდ რამ, ეს არის აი ჩვენი კულტურული მეობის საფუძველი, აი ჩვენ რომ ვართ ჩვენ, რა ვიცი, ძალიან ცოტა ისეთი ის არის თემა და ამიტომ იცით რა, მე არ მინდა რაღაც უცხო ქალაქში ცხოვრობ. მე არა ვარ წინააღმდეგი და როგორ შეიძლება საზოგადოება იყოს ჩართული ამ პროცესში? თქვენ საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, ყველა ეტაპზე იყოს ჩართული საზოგადოება. იცით რა, ჩვენ უფრო თავი ადრევე ყოფილიყავით ჩართული ძალიან, არ ვიცი რაღაც შედეგს ალბათ გამოიღებდა, იმიტომ რომ ყოველთვის ღირს ბრძოლა დაგვეცვა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, აქამდე არ მივიდოდით. ხო, მაგრამ გამწვანების სამუშაოებზე ან ამ კონცეფციაზე უნდა იყოს ჩართული საზოგადოება? ან შენობებზე ან არქიტექტურაზე დარგვაში მე მონაწილე ჩართული ინკლუზია ნიშნავს იმას მაბადე. არა, მე კონცეფციას გულისხმობ. გავთ 285,000 ვიოლა ტრიკოლორის პენსიის უпростоრად ჯიშის ყვავილებს, რომლებიც ბათუმს სხვათა შორის ძალიან ლამაზ სპექტაგლს მიცემს. იგივე იცელება ყოველ წლისა თვიურად 400-2000 კვადრატულ მეტრზე მეტი. ხალხო მოდით დაგვეხმარეთ ბათუმის ამ გალამაზებაში, იგივე გაცელვაში, იგივე სხვა აგროთ დასხლაში, გადაბელვაში. ამაში გამოთქვა ვინმეს ჩართულობა მარტო იმას კერჩავთ კონცეპტუალურად ვიმჯელოთ როგორი უნდა იყოს ბათუმი. ჩართულობა ჩემთან ერთად. როგორ არ მომითხოვია, ეხლა ღია ლექციას, რომელსაც ჩემსაც თქვენ ესწრებოდით, სხვადასხვა იგი თვიკიდეთ დავხალისდები და მომბრძანდი ინკლუზია განვახორციელოთ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩაერთვებიან ჩვენთან ერთად თავიდანვე რომ ისწავლონ ამ ბავშვებმა, რომ მათ მენტალობაში ჩამოყალიბდეს, რომ გარემოს მოფრთხილება ჭირდება. ყვავილს, რომელსაც რგავდა კონკრეტულ თანხას ვიხდით, იმას ფეხით გადავლა არ ჭირდება. ანუ ჯერ ეს ეთიკა უნდა
ჩამოყალიბდეს ეს ფასეულობა, ეს სტერეოტიპი, რომ მე მოხდეს კონკრეტულად ჯელობა იმაზე და ჩართულობა, რომ მოდი კონცეფციაზე ვიმჯელოთ. და ნაწილი ხმება ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი? მე ვარ პასუხისმგებელი მაგაზე. რაც რომელი ნაწილი ხმება მითხარით. ნაწილი არის მექანიკური დაავადების შედეგად. ერთი წუთით არის ყვავილები, რომლებიც ერთწლოვანია და ეს ბუნებრივია ხმობას იწვევს რაღაც კონკრეტული პერიოდის შემდეგ ადის ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით კონკრეტული საექსპლუატაციო ვადა და ხმება. რაც შეეხება სხვა ხებს, კლასურ ხმისა უკაცრავად სხვა სცენარებს, თქვენ ალბათ ვერტიკალურზე საუბარი, პასუხობთ, რომ ამ სცენარებს ერთი უმეტესი შემთხვევა არ არის ხმობის დაფიქსირებული, რაც შეეხება განლაგებულ სცენარებს, უმეტეს შემთხვევაში ის რაც არის აიმნებზე მართკუთხა ფორმის კოთნებში განლაგებული 488 კოთანია ესეთი განლაგებული. ამ შემთხვევაში კარგად გამიგეთ, მეხუთე სართულზე დაკიდულ კოთანში რომ განლაგებულია კალიბრაშუა, პელარგონიუმი, ჰედერა, ამ ყველაფერს დამერწმუნდა თვითონი მოქალაქეებმა და მორწყას არა. ახლა კარგად მეხუთე სართულზე ჩამოკიდებულ ვერტიკალურ გამწვანების კოთანს მე ამ წეჟირაფით ვერ იმაგნებ და მორწყას ვერ დავიწყებ. ანუ ეს უკვე მოქალაქეობრივი მენტალობის საკითხია. ამ შემთხვევაში ჩვენ პრობლემა სოციუმის მენტალობასთან აქვს. ეგ ერთი. მეორე რაც შეეხება ბოძებზე დაკიდებული იმას, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რომ მეტეს შემთხვევაში ისინი კაი მდგომარეობაშია, მაგრამ ნაწილს ტექნიკური ხარვეზი იმ კუთხით შეეყარა, რომ იყო შემთხვევა, რომ ავადობა შეეყარა. ამ ავადობიდან იცით ბზებს რაც დაემართა ეხლა და მთლიან საქართველოს ბზების პრობლემა, ბზის სიდაბჭე დაფიქსირდა შვეიცარიაში გადაიგზავნა ამის სინჯები ყველაფერი და მიტის ბრძოლა ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ანუ ავადობიდან არც ერთი მცენარე პრინციპში დაცული არ არის. გარდა ამისა კლიმატურმა პირობამ, იმიტომ რომ სწრაფი ცვლა მოხდა კლიმატური პირობების გამოიწვია მათი ჩალპობა. ეს არის შემთხვევები რიდა დაზღვეული როგორც სტიქიიდან არავინ არ აქვს. კარგი, ბატონო ბეძინა, თქვენ როგორ მოგწონთ? ისე ბატონო ბეძინა, ყვავილები გაგდაკ, ვინ შეხედავს იმ ყვავილს, ათი ქვევით და ვერ დაგეთახებით რომ ვინ შეხედავს ვერტიკალურ გამწვანების არსი ბატონო ბეძინა არის ვერტიკალურ გამწვანებაში, რაც ზედა გამწვანებას გულწრფობთ. ისაც თქვენ ამბობთ, ეგ არის ჰორიზონტალური გამწვანება. ამ კუთხით 285,000 ყვავილი პოსტფაქტუმ ეხლა იბრძვა. ჯერ არ ვარ იმდენეზე რომ მეხუთე სართულზე გქონდეს და რატომ არა? იმიტომ არა ვარ მაგ არ მოგწონთ თქვენ რუსთავის ქუჩაზე განლაგებული ვერტიკალური გამწვანება? ბოძებზე განლაგებული ჩამოსული ჰედერები არ მოგწონთ? იყო და მოხდეს ახლა. არა, თქვენ სახლზე ხო იყო არა? ხო მოგწონთ თავიდან ხო მოგწონთ მეხუთე სართულზე. რატო დააკითხეთ? ბატონო თქვენი პოზიცია როგორია? არ არის ხო ეხლა რატომ არ მოგწონთ? ამაზე ყვავილების კოთანი არ არის. იქნება მოусმინეთ ხო ბულვარში და იმაში იყოს მეტი მცენარე. გაჭეხილი როა მთელი ადამიანის სახშიც კონდეთ ეს კოთანი და ბულვარშიც იარეთ და დატყვით. მოდი ჯერიგ დავგოთ და მე გავაკეთოთ მეხუთე სართულზე. ბულვარს ხენცენარები აკლია? გასაგებია, მაგრამ ჯერიგ მოგიტანოთ რა, რატო ხართ ამის წინამდე? ჯერიგ და მე იქაც არის და სახშიც მოგიტანოთ. თუ შეიძლება ხო მოусმინეთ ბატონო, რომ ჩართულობა არის აუცილებელი. ასე ჩასაფრების პოლიტიკით თუ შეიძლება ხო მოусმინეთ ჩასაფრების პოლიციით უბრალოდ ჩვენ მართლა გვაინტერესებს ასაკეთებს ეს სამსახური. ასევე ძალიან მაინტერესებს და მე რასაც ვხედავ რა პრობლემა არის დღეს საზოგადოებაში, უმთავრესი აი რასაც ქვია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომლის შექმნასაც აჭარაში მე მივესალმები, უნდა იყოს, მაგრამ ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და ბულვართან დაკავშირებული ეს საქმე ის იყო მისი კატასტროფა პირველი. თუ ესე აპირებენ გაგრძელებას, იცით რა არის, მე ადამიანების წინააღმდეგ კი არა ვარ. იქ არიან ახალგაზრდები, რომელსაც შეუძლიათ მუშაობა და მე დარწმუნებული ვარ. როგორც ბატონი კახას ძალიან კარგი შემსრულებლები იქნებიან, მაგრამ არის საჭირო პოლიტიკური ნება. სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობა გძნობს, რომ ჩვენ არანაირად არ ვართ ჩართული აი მასში. ეს არის ყველაზე მეტად კანონი და ჩვენი არა, კანონიც არა, აი ჩვენი უფლება რომ მონაწილეობდეთ ჩვენი ქალაქის და საერთოდ კულტურის ეს არის ადამიანის უფლებათა დეკლარაციაშიც არის გაცხადებული. არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ამასაც მინდა რომ ვისაუბროთ, რომ ძველ ბათუმში მარტო შინ არის არხი და გამწვანება. ხო, ამიტომ ამ კუთხით რა შეიძლება ითქვას. არის თორე საფრთხეში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და დაცული უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობები არის განადგურებული, რომლებიც ქმნიდნენ ესეთ מחვილებს თუ აქცენტებს, რასაც ქვია. მაგალითად, ფოსტის შენობა არა, ფოსტის შენობა, აი აფთიაქის შენობა, რომელსაც დააშენეს ერთი სართული ძველი აფთიაქის შენობა, რომელსაც დააშენეს კიდე გუმბათი და ეს აქცენტი დაირღვა სრულად გაუგებარი. ეხლა ფოსტის შენობის ის მიმდინარეობს, რომელიც ძალიან კარგად შემონახული, იცით რა, ბათუმში იყო აი საოცრად კარგად შემონახული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მთელი თავისი ავთენტურობით, ანუ აი დამახასიათებელი ნიშნებით. რაც ბანკის შენობას დაემართა, იცით რა, ეს აი არანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აი წინ გამოწეული ქუჩაში გამოსული მინაშენი, შემდეგ ზედ ხის აივნები მიშენებული, რაღაც ბალდახინი, რაღაც გოთური სტილის აბსოლუტურად ამოვარდნილი ისტორიული კონტექსტიდან. ამიტომ იყო ბატონი ნესტანის, ინტერესტით დაიწყო პირველი ეს რაც იყო ეს არქიტექტურული შედევრი, რომელიც დამახინჯდა და დაკარგა. იცით რა არის? არ ხდება ღირებულებების შეფასება.
და პროფესიონალების ხმაც არის მის არათუ მოსახლეობის. ახლა ზოგ შეიძლება მოეწონოს. თქვენი შეფასებით ვინ განსაზღვრავს ამას, თქვა რა უნდა იყოს ქალაქში? ნუ ქალბატონმა ნესტანმა თქვა ძალიან კარგად. ანუ ეთანხმებით რომ ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილი არის მთავარი არქიტექტორი ყველა ქალაქში. როდესაც გახსნა, როცა ჩვენ რამდენიმე ასეული ადამიანი გამოვიდა და დაიწყო დაცვა ბულვარის, ჩვენ მიმართ პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ახალ შენ. მე არ ვეწინააღმდეგ, მაგრამ მე მინდა რომ დაცული იყოს ის რაც არის საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც ქარტიების სახით და მეთოდოლოგია იყოს გამოყენებული სწორი, მეცნიერული. რაც გულისხმობს რომ ახალი შენობები უნდა აშენდეს მოშორებით ძველი უბნებისგან და უნდა იყოს ბუფერული ზონა. ეს არის მეთოდოლოგია სწორი. გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონო ბიძინათ ხო პრინციპში იცით რაშია საქმე? მე მესმის რომ თვითონ სოციუმი შეიძლება კარგად გამიგეთ, მე არ მინდა. იგივე რომელი ბანკის შენობა მოგწონთ რეაბილიტირებული? მოდი ესე ვთქვათ რა, დავანებოთ, მე არ იცით რა შესაძლებელი. მე შეიძლება მე ვიტყვი როგორც მოქალაქე ვიტყვი რომ მე პოსტის შენობის მასთან მიმართებაში არანაირი ესე ვთქვათ აუთენტურობა მაქვს, რატომ ხაც გქონია ავტონომია არ არის დახვეული. მე ასე ვფიქრობ. გარდა ამისა, იგივე პირველი ყოფილი პირველი აფთიაქის ტერიტორიაზე აი ის შენობასაც ატოჯანდაც სამისრო ვფიქრი რომ მანდაც არ არის ყველაფერი დახვეული. ჩემთვის ძნელია ვიმსჯელო არქიტექტურაზე, მაშინ როდესაც მე პროფესიონალი არქიტექტორი არა ვარ. მე შემიძლია ვკითხათ მოქალაქეური პოზიციით, ჩემთვის მაღალი შენობები არის მისაღები. იმიტომ რომ მე იმ შინაარსობრივ დატვირთვას ემისოლად ხედავ, რაც ამ მაღალი შენობების უკანაც დგას. იმიტომ რომ მე ვიცი ძალიან კარგად, რომ ჩვენი პრიორიტეტი რა არის და ამ ყველაფრის უკანა რა დგას. მე მესმის რომ სოციუმი შეიძლება ნაკლები ინფორმაციის გამო ვერ ჩავიდეს იმ სიღრმეში, საიდანაც მოახდეს უფრო სიღრმისეულ სკუპიოზურ ანალიზს იმისა თუ რა დგას შინაარსობრივ ამ ყველაფრის. კარგად, გასაგებია. მაგრამ რეალურად დამეწონეთ, რაც კეთდება შინაარსობრივად და კეთდება კონკრეტული და მიეწოდეთ მაშინ მათ ინფორმაცია რომ მე გეუბნებთ ეს კეთდება ყველაფერი უნდა ვთქვათ რომ ჩვენთვის პრიორიტეტი არის ტურიზმი. დავანებოთ ეროვნულ ბანკს თავი. ჩვენ იცით რაშია ჩვენ ზოგადზე ვისაუბროთ, ამჟამად კონკრეტულისკენ წასვლით ფონს ვერ გავაკეთებთ. კონკრეტული შემთხვევა შეიძლება იყოს რაღაცის ამოსავალი წეთი და კონკრეტულ შეუძლებელი კონკრეტულ შეკითხვებს გაეცეს პასუხი. არა, მე იცით რა ხარ. მეორეა, დიდი ბანკი რო ააშენეს ასლანი და დაანგრიეს. თქვენ მე რაღაცა ისე საბეჭდილო შეიძლება ის შენობები სადღაც მაღლივე მოვიდეს მთავრობა თქვას, ეს არა საჭირო, იმიტომ რომ ფარავს ყველაფერს და ჰაერი არ შედის ქალაქში. შეიძლება. მოდი ესე ვთქვათ, იგივე დიდ ბანკი როცა შედგებოდა, სად იყო სოციუმი, რატო არ გამოთქვა იგი მისი ლეგიტიმური დამოკიდებულება? რატომ არის ყოველას კაცი შეგვიძლია? რატო გონიათ რომ ხელისუფლება? არა, რატო გონიათ რომ? არ თქვენ არ გახსოვს, მე მახსოვს. მე გამოვედი და თქვი, რატო არა? კი ბატონო. დღეს რომ გამოდგა საზოგადოებამ პროტესტი, მაშინ რატომ არ იქნა გათვალისწინებული საზოგადოების პროტესტი? ჩვენ რატომ გქონია, რომ 135,000 იყო ბათუმი მანამ სანამ გაიზრდებოდა. ეხლა სადაც 200,000-მდე ხო მაგალითზე გეუბნებით. 200,000 ადამიანიდან გამოდის 200 კაცი და ამბობს რაღაც არ მომწონს. დიდი ბოდიში რა თქვენ თუ მე მომწონს. ვისაც არ მომწონს გაგვატარეთ ძალიან კარგი ნათქვამია ხო? ეხლა 200 კაცი ჩემთვის გადამწყვეტი მომენტი არ არის. ამას არ უყურებ რაოდენობრივი კუთხე, არ გამიგეთ. არ უყურებ, მაგრამ მოდი ვკითხოთ სხვა მოსახლესაც, იქნებ იმას მოსწონს. 200 ადამიანი გამოვიდა, სხვადასხვა ის ხალხი, რომელიც საკმაოდ დიდი მხარდაჭერი იყო სხვა პროექტებისა და უფრო დიდ პროექტებზე ხმა არ ამოუღიათ, ის 200 კაცი, ახლა ყველაზე არა, მაგრამ გასაგვირია საუბარი, გამოდის და ამბობს, რომ ეს რაღაც მარაზმი ეგ საშინელები ძალიან ცუდი კეთდება, თუმე ამით ეკოსისტემა დაირღვა, რაც აბსურდია დამერწმუნეთ. გეუბნებით, როგორც ეგ აბსურდია. აქედან 4 ხის მოჭრით და თუნდაც 100 ხის მოჭრით, ეკო ბალანსი დამერწმუნეთ, ქალაქში არ ირღვევა, ეკო ბალანსი ირღვევა უფრო სხვა მომენტები, როდესაც ზედეკას მაჩვენებელი, ამდენი გამონაბოლქვით, მანქანებით უფრო მეტად იცვლება, ვინმე იმით, რომ რაღაც ფოტოსინთეზი თურმე საჭირო ოდნავ დამერწმუნეთ, თუ გინდათ საუბარი აქედან ეგრეა. გასაგებია, არ არის შემთხვევით გადამწყვეტი. მაშინ გაბატონი გებასოთ კონკრეტულად. რატო თქვენ ხა საჯარო სამსახური, რატო დაარღვიეთ კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ? ახლა მოდით ესე ვთქვათ, ეგ შეკითხვა შესვლა არ არის, იმიტომ რომ არ არის, მაგრამ მაინტერესებს თქვენ ხო უნდა სცემოთ კანონს. მაინტერესებს რატო დაარღვიეთ კანონს? ჩვენ გამოვედით თქვით რომ რატო არ გვერდ კანონს? რო ყოფილიყო 300 მეტრის გვერდით აშენებული, ანუ იმ საზღვრებს გარეთ. არა, აქ საუბარი კანონ დარღვევაზე და მოდი ესე ვთქვათ, აქ სამართალ დარღვევაზე არ არის საუბარი. არა, აქ ეს ის თემა, ამ წუთში რაც ჩვენი საუბრის თემა, ჩემი კუთხით ვერ იქნება, იმიტომ რომ მე კულტურული მემკვიდრეობის აგენტოს ხელმძღვანელი არა ვარ. მაგრამ გამწვანებასთან ახლო ბულვარი ხო? ბულვარში მოხდა შენობის აშენება, რაც დაუშვებელია. ეხლა კარგად გამიგებ, ბათუმის გამწვანებითი ზოლი ამ წუთში 402,284 კვადრატული მეტრია. ეს პროცენტულად საქართველოს ყველა ქალაქში პროცენტულადაც და არა მარტო პროცენტულად შეფარდებითად ყველაზე დიდია. ყველაზე დიდი. ანუ ბათუმს თლიან საქართველოში ყველაზე დიდი 402,442 კვადრატული მეტრი მწვანე ზოლი გააჩნია. რომელსაც ამას შედის სკვერებიც, ისე გაზონებიც, ეზოებიც და ყველაფერი მათ შორის ზაგანყოფები, რომლის მოვლა პატრონობა ხდება 24 სკვერია
და კიდე სხვა გამწვანებითი ველოდება შესაძლებლობა დიდი ბოდიში ირინე გუცაძე ველოდება ახლა უნდა ბათიცოდნე ირინე გუცაძე სატელეფონო ხაზზე საღამოშტებისა გესმით ჩვენი ხმა დიახ მესმის კაპიტან ირინე თქვენ როგორ როდის ნახეთ ბოლოს ბათუმში შეიძლება მოусმინეთ თუ კაპიტან ირინეს მოგესალმებით მე ეხლა ჩავერთე და ბოლომდე ვერ მივხვდი რაზეა მაინც ლაპარაკი ჩვენ საუბრობთ თემაზე ძველი და ახალი ბათუმი როგორ იცის ეს ქალაქი შინაარს ამას მივხვდი და მე შემიძლია გითხრათ ჩემი კუთხით, თქვა ხელბეცოდნის კუთხით. თქვენი აზრით რა სტილი მკვიდრდება ამ ქალაქში და მოგწონთ თუ არა ეს არქიტექტურა რაც არის ქალაქ ბათუმში? ჩემთვის ბათუმი იყო ესეთი კულტურული, საპორტო ქალაქი, სრულიადად არაპროვინციული და ესეთი მედიტერანული ტიპის ქალაქი, რომელიც რაღაცა ქართულ ფესვებზე დგას, განსხვავებით თქვა ბერძნული, ან რომელიმე სხვა ქალაქებისგან მედიტერანული თქვა კულტურისა, მაგრამ მე მინდა ზუსტად სწორად გამიგოთ, იმიტომ რომ მე არავითარ შემთხვევაში შენების წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით მე ეს ძალიან მომწონს, მაგრამ შენება არის და შენება. ჩემი აზრით ის რაც არის დარჩენილი ძველ ქალაქში, ისიც მიიჩქმალა, იცით იმის გამო, რომ წამოვიდა სრულიად აბსოლუტურად ისეთი აგრესიული, აქტიური პროვინციული სტილი. ეს მოდის პროვინციული სტილი ქალაქში, თქვენ ასე დაინახეთ? ახალ ქალაქში. აი ეს გრანდიოზო მანიით, სხვა დავიწყოთ აი შერატონი, ეს არის ფაროსის შუქურის აი ვარიანტის ალექსანდრიაში. აი კოშკები ძალიან ბევრ შენობაზე გვხვდება უკვე, თქვენ როგორ ახსენებთ? ეს არის აი იცით როგორი პაროდია ჩემი აზრით. შეიძლება სხვაგან სადმე იმუშაოს ამან, მაგრამ ამ კონტექსტში რა არის არქიტექტურა? არქიტექტურა არის საერთოდ ხელოვნება რა არის და არქიტექტურა ამ შემთხვევაში აზრის გადმოცემა კონსტრუქციაში მასალაში. არც მასალაა. კონსტრუქცია სრულიად გაუგებარია. ნუ ახლა არაფერს არ ვიტყვი პიაციაზე, მე პიაციაზე როდესაც მოვხდი მე ამ მოედანზე ასე ვთქვათ, უბრალოდ გავხდი ცუდად, იმიტომ რომ ეს არის ესეთი ვენეციური ვითომ სტილი, ეს მე ანუ პიაციას მოედანზე? ეს ხო, არა, პიაციის მოედანზე. პიაციაზე ხო, გაცრავთ. დიახ, ეს ხშირად ესე ეძახიან და ესეც ესეთია ბუნებრივია ახლა ამ შემთხვევაში. ვენეციური სტილი უნდათ და აქაც იცით ამ ვენეციურ სტილში არსებობს ეკლექტიზმი, განა არ არსებობს, მაგრამ ის უნდა იყოს გააზრებული და ორგანული. აი ვენეციური სტილი არის ბიზანტიურის, გუთურის და მავრიტანულის თქვათ ესეთი ორგანული ნაზავი და აქ რა გვაქვს? აქ აბსოლუტურად სტილის დარღვეულია. სრულიად ავიღოთ ერას მოედანი არ იყო, ეს არის ხელოვნური მოედანი. ავიღოთ ის მწვანე საფარი, რომელზეც ამბობენ, რომ აი რასაც მოვკარი ბოლოს ყური, რომ აი პალმების ტყეს ვეძახი მე ვითომ ეს პალმები, რომლებიც ნამდვილად პალმებია დღისით და იმ აბსოლუტურად ხელოვნური განათების შემდეგ ესეთი პლასმასური შთაბეჭდილებაა, ისედაც ამ ეს განათებების პრობლემა საერთოდ საოცრად დგას ბათუმში. და გამწვანებაც იცვლება ქალაქში. თქვენ როგორ მოგეწონათ? თქვენ გამწვანებაც იცვლება ქალაქში და რაღაც სხვა სტილი მკვიდრდება. იცით რა, აი მე შემიძლია ვთქვა, ახლა მე წელს ვიყავი და ერთი აი რაც მოვხვდა თვალში ეს არის ეს პალმები ხელოვნური სრულიად, როდესაც ღამე ხელოვნური, იმიტომ რომ დღისით ნახე რომ არის სრულიად ბუნებრივი პალმა და რატომღაც განათების შედეგად ჩემთვის კი გასაგებია ახლა ამ იმაში ვერ ახვნი რატო, მაგრამ არასწორად არის განათება და ამიტომ პლასმასის ფორმას იღებს. მაგრამ შემიძლია აღვნიშნო რამდენიმე შენობა, რომელიც მართლა მომწონს ახალი. ეს არის დაუშვათ მემედ აბაშიძის ქუჩის ბოლოს, აი 2-3 საცხოვრებელი სახლი, ძალიან ნორმალურად გაკეთებული, რომელიც ფლანკირდება, აი მე იცით სასტუმრო რო შენდება ახლა ბანკის შენობა იყო ასლანის დროს. აი ძალიან მისაღებია ორჯონიკიძის ქუჩაზე ბანკის აი სრული რესტავრაცია რო გაკეთდა ძალიან კარგია და ნუ არის რაღაცა შენობები რომელიც რა თქმა უნდა მომწონს, მაგრამ საერთო ჯამში იცით რა, აი ისიც დაიჩაგრა ის ძველი ბათუმს კათკათას, იცით აი ისიც იჩაგრება, იმიტომ რომ კაკაფონიაა. გესმით თქვენ? გასაგებია, დიდი მადლობა რომ გამოხატეთ თქვენი მოსაზრება, მე გემშვიდობებით. ნახვამდის. და უკვე მოვისმინოთ ხალხის მოსაზრებები, რას ფიქრობენ ისინი, რა განსხვავებაა ძველსა და ახალ ბათუმის შორის და ისი ქალაქი ხდება თანამედროვე ბათუმი. აუცილებლად ოღონდ მაყურებლის მოსაზრება ჩვენთვის არის მგონი ყველაზე მნიშვნელოვანი. გთხოვთ ვიდეო. მოგწონთ ბათუმის დღევანდელი არქიტექტურა? ძალიან მამაზი ბათუმი განაშენიან და ძალიან ორიგინალური შენობები გაჩნდა ბათუმში.
ეს შენობა ძალიან უხდება და ის მაღლივები მე პირადად არ მომწონს. როგორი შენობები მოხდებოდა ბათუმში? ნუ